ქართული ოცნება უკვე წლებია პირდება მოსახლეობას, რომ აპირებენ ქალაქის გენერალურ გეგმის დამტკიცებას. წლები გადის, კოლოსალური თანხები იხარჯება, მაგრამ დღემდე ქალაქს გენგეგმა არ აქვს. მიუხედავად იმის, რომ გორის გენგეგმაზე მუშაობა წლების წინ დაიწყო, ამ დრომდე დოკუმენტი დასრულებული არ არის. საკრებულოში ოპოზიცია ამბობს, რომ მიზანმიმართულად ხდება აღნიშნულის გაჭიანურება, რაშიც მათი თქმით შესაძლოა კონკრეტული ადამიანების ინტერესები იკვეთებოდეს. ქალაქის გენგეგმის საკითხის გააქტიურება საკრებულოზე დღის წესრიგით ერთ-ერთი საკითხის გატანამ გამოიწვია, რომელიც ეხებოდა საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსით გათვალისწინებული განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის გადამეტებისა და მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ფუნქციის საგამონაკლისო წესით გამოყენების შემთხვევაში მაკომპენსირებელი ღონისძიების განსაზღვრის წესის შესახებ დადგენილების პროექტმა. ტერიტორიული სხვადასხვა ფუნქციური ზონა ქალაქის ტერიტორიაზე, რომელიც ტერიტორიაზე არის დასაშვები მრავალფუნქციური საცხოვრებელი სახლი, მრავალფუნქციური შენობა. მრავალფუნქციური შენობაში გაწერილია რამდენი პროცენტი უნდა იყოს საცხოვრებელი, რამდენი პროცენტი უნდა იყოს საზოგადოებისთვის და კომერციული დანიშნულების მხრივ. აი მაგის ცვლილება თუ უნდა მინაშენის სიტყვაზე 70%-ზე მეტი, 50-50% ამ სხვაობის გენერალური გეგმა, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის და განსაკუთრებით გორისთვის, რომ სწორად განაშენიანდეს ქალაქი და არ მივიღოთ ბეტონის ჯურღმული, როგორც არის თბილისი და სხვა რიგი ქალაქები. სამწუხაროდ ქართული ოცნება მიზანმიმართულად არ აქვეყნებს, არ ამტკიცებს გენერალურ გეგმას, რადგან არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ქართული ოცნების ჩინოვნიკები ჩართულები არიან კორუფციულ საქმეებში, რომ მეტი მიწა გაასხვისონ, მეტი სარგებელი მიიღონ და რეალურად ქალაქი არავის არ აინტერესებს. საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე ოპოზიციის განცხადებებს უსაფუძვლოს უწოდებს და ამბობს, რომ მისი ინფორმაციით გორის გენგეგმა წლის ბოლოს იქნება მზად. გენგეგმა უკვე სადღაც მიწურულში არის, მე ასეთ ინფორმაცია მაქვს შესაბამის სამსახურიდან და ალბათ მოგვაწვდიან და საკრებულო დაამტკიცებს. ცნობისთვის ქალაქ გორის გენგეგმის მომზადებაზე სითი ინსტიტუტთან ხელშეკრულება 2018 წელს გაფორმდა, რომლის ღირებულება 383.500 ლარი იყო.